Hello YouTube. მოკლედ გავაწყვიტე რომ დღეს გესაუბროთ თუ რას ნიშნავს strip hop-ი და რატომ გავაწყვიტე შემოტანა საქართველოში და ზოგადად თბილისში. პირველ რიგში გეტყვით თუ საიდან წამოვიდა ეს სტილი. მოგეხსენებათ hip-hop-ი წამოვიდა დაიბადა ამერიკაში, strip-ი დაიბადა საბერძნეთში. ბევრს გაუკვირდება, ხო? ამიტომ საბერძნეთთან გადავიდა მოგვიანებით ამერიკაში, სადაც უკვე ქართველების პროტესტი იყო, სადაც შრომითი კოდექსების პროტესტი იყო, უფლებების და ასე შემდეგ და ამასთან ერთად მოიფიქრეს მამაკაცებმა, რომ მოდი ქალებს მიუძღვნათ მსგავსი შოუები და გავაკეთოთ ხელოვნება, ხო? რატომაც არა. ამასობაში ნელა განვითარდა და ცალ-ცალკე strip-ი განვითარდა, ცალკე hip-hop-ი. მე რომელიც ცეკვა უკვე 16 წელია hip-hop-ს, უკვე შევისწავლე strip კულტურა და მინდა რომ შემოგთავაზოთ მსგავსი შოუები თბილისში და რაც ემსახურება ეს ყველაფერი. მოგეხსენებათ რომ ძველად ისტორიაში ჩვენ გვყავდა ძლიერი ქალები, ხო? და ეს ყველაფერი არის დასაბრუნებელი. ანუ ჩვენმა არაკეთილ მოსულნე საბჭოთა კავშირმა საერთოდ შემოატრიალა და მამაკაცებს მისცა ის ძალაუფლება, რაც აქამდე იყო, ხო? ამიტომ გადავწყვიტე რომ ის რაც ჩვენ ქართველებს ჰქონდა ქართველი ქალის კულტი, ის დავაბრუნოთ და გავაკეთოთ, ანუ ქალი გავხადოთ ძლიერი. ასევე უცხოეთში გაიარეს ის განვითარების ეტაპი, რომ მამაკაცს შეუძლია რომ რაღაც დაპატიჟოს დეიცზე ქალბატონი, რაც ჩვენთან ეს დამოკიდებულება არის, ხო, ერთმანეთში სქესებს შორის, რომ მაინც და მაინც მამაკაცს უნდა დაპატიჟოს დეიცზე, რაც უცხოეთში უკვე აღარ არის და თავისივე შემოსავლით გადაწყვეტილებას იღებენ, რომ მაგალითად ერთ-ერთი დღე გაატარონ რაღაც დაუვიწყარათ და შოუებზე დაესწრონ და მიიღონ სიამოვნება თავისივე გადაწყვეტილებით, ხო? მინდა შევეხო კიდე იმ ფაქტს, რომ კითხვები დაისვა იმაზე, რომ არის თუ არა გარყვნილება ეს ყველაფერი. პირდაპირ გეტყვით იმას, რომ არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ რომ ჩვენგან იქნება გაკონტროლებული მოცეკვავეები, ის რომ მაგალითად მოხმარებელთან არანაირი ურთიერთობაში არ შევლენ და ეს არ არის პროფესიონალიზმი. მოკლედ, ჩვენი მოტივი არის ნაკლები ტოქსიკურობა, მეტი პოზიტივი და ქალბატონს როცა აბედნიერებ, მაგაზე დიდი სიხაული არაფერი არის და ქალბატონებო, თქვენ იაქტიურეთ, რადგან თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად განვითარდება ეს სფერო და რამდენად თქვენ იქნებით კმაყოფილი ამ ყველაფრით. ასე რომ თუ რამე კითხვა აგიჩნდებათ კიდე დაწერთ კომენტარებში, გიპასუხებთ და ახლა უყურეთ ვიდეოს თუ რა ხდება ჩვენ სამყაროში. Let's go! I want everything! Professional dancers, bro. If you got more hair on your head, if you got more hair on your head, from your ear to your screen, even if you got a weed, can I get up? Can I get up? Can I get up? Out, out. Can I get up? Can I get up? Can I get up? Out, out. I need to get one of those for my bedroom. Engine number 9 on the New York train. If my train goes off the track, pick it up, pick it up, pick it up. Let's try.